მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვით ყველა ის ადამიანი, ვინც განსაცდელში ნახავთ ბედნიერება და სიხარულე მინდა გისურვოთ, პატიმრებს განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფ ქართველებს და ყველაზე ჩვენთვის სანაქებო ადამიანებს, ჩვენ ჯარს მინდა რომ აი აქედან სიხარულე უსურო და ბედნიერება და რატო? იმიტომ რომ დღეს ყავს მამა დავით ლონდარიძე, ადამიანი აი მართლა საქართველოსათვის რამდენჯერ გარდაცვლილი და მომკვდარი არ ვიცი, იმიტომ რომ თავის ცხოვრები და თავის იდეები და დიდი მადლობა მამაო რომ ხართ რა. ღორმესი მადლობა იმ სივაშკაცისთვის, იმ ადამიანობისთვის, რასაც გამოხატავთ ხოლმე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მადლობა თქვენს ტელემაყურებელს, რომელიც მისმენს და გვისმენს ჩვენ ამ მისი ერთგულებისათვის. მევესალმები მათ და სიკეთეს და ჯანმრთელობას უსურვო. ღორმესი მადლობა და მამაო თუ შეიძლება ეხა იმას მაინც ადამიანის ცხოვრება ცოტა რთული არის და რაღაცნაირად დამწუხრებული არის ადამიანი და არის მომენტი რომ მიცვალებულის პატრონია რაღაცა აი ეს კონტაქტი მამაო როგორ უნდა დაამყაროს ისეთი რომ ყველა ვარიანტში გეტკინება ეს ტკივილი იქნება მაგრამ აი ეს ტკივილი რომ შეუმსუბუქდეს თავის მიცვალებულებთან მამაო როგორ უნდა იურთიერთონ ცით აი ამ პატრიარქის მიცვალებამ კიდევ ჩაგვაფიქრა ჩვენ რა იმდხელა რაღაც ისეთი სიცარიელი შემოვიდა უცებ ამ ჩვენ ცხოვრებაში კიდევ ჩავაფიქრდი თუ ამ ხელა ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და რა არის სიკვდილი არის არსებობა ჩვენ რა არის მიზანი და არსი ჩვენი არსებობისა და ყველაფერზე ვიფიქრეთ ჩვენ და დღეს კითხვა რომელიც ახლა შენ დაასვი ადამიანს უნდა მისი ფიქრის აზროვნების მუდმივ შემოადგენელი უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენი ბოლო ეტაპი ჩვენი ყოფიერებისა ჩვენი ცხოვრებისა აი წერტილი აი ეს გადაცვალება სიკვდილი დაუსვათ წერტილს და შემდგომში იწყება აი ზეციურისა და აქ დარჩენების ურთიერთობა როგორც ხდება ხოლმე ეკლესიაში ეს კარგად ესეთი პრაქტიკაში არის მრავალი მამები ვინც ყველაფერზე წერენ გვითხრეს ღვთისმეტყველების ფორმით ჩადებულია რიტუალური ფორმით ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი და ჩვენ გვახსოვდეს რომ ჩვენ ერთი დიდი ეკლესიის წევრი ვართ ზეციური ეკლესიის რომელიც გამარჯვებული ეკლესია და აქაურები ვინც ეხლა მებრძოლი ეკლესიის წევრები ვართ ერთი დიდი ეკლესიის წევრები ვართ რომელიც მონაცვლეობს აქედან ყოფიერებით ანუ მებრძოლი ეკლესიიდან გადავდივართ ზეციური ეკლესიაში ვინც ეკლესიის შვილები ვართ რა თქმა უნდა და გძნობთ ამას და ცოცხლად ჩართული ვართ ამ ყველაფერში და ეს კავშირი ეკლესიასთან რა თქმა უნდა ზეციური ეკლესიასთან მუდმივად არის ამას ჩვენ გარეგანი ფორმით რიტუალად გამოვხატავთ. შინაგანში ახლა ადამიანის პიროვნება მუდმივად გძნობს ახლა მე ჩემი ემოციურ განსაკუთრებით ახლა ციცარელი დამიტოვა ყველაფერმა პატრიარქის გასვლა ჩემ ცხოვრებაში მხელა ადგილი ეკავდა უმრავლესობაში მთელი საქართველოს გულში ეკავა ამ ხელა ადგილი ამ ყველა უსებს სიცარელი შემოვიდა პიროვნული სიცარელი შემოვიდა მონატრება გაგახსენდა მისი ყველაფერი საოცარი ყველაფერი რაც კარგი ყველაფერი და ამან რაღაცა სევდა შემოიტანა რა თქმა უნდა ამან ტკივილი შემოიტანა ამან რაღაცა კითხვას გააჩინა როგორ რანაირად ყველაფერი და ჩვენ გძნობთ ამას როცა ჩვენ ამას შინაგან სიყვარულში გულში ვატარებთ მე ეს ყველაფერი გამოვლინდება ეკლესიის რიტუალებში მიცვალებულთა მსახურების ფორმები იქნება მრავალი ფორმა არსებობს მსახურებისა მოხსენებისა ამით ქრისტიანი თავის თავსაც ინუგეშებს იმიტომ რომ მე ხა რაღაცი მაგონდება მახსოვს მიუხედავად ჩემ დიდი მოგზაურობის პატრიარქს მიმართ რაღაცები გამახსენდა რომ რაღაც არ ვიყავ ისეთი მასთან ურთიერთობაში რაღაც ისე სრულფასოვანი სრულყოფილი როგორც უნდა ყოფილიყავი ამ ადამიანთან სიწმინდესთან ურთიერთობაში და მე ჩემი ტკივილი მაქვს ამას დაკავშირებით. ახლა სწორედ აი ამ ეკლესიაში ჩართული პანაშვიდები იქნება, მისი მოხსენებები იქნება, სხვა რა ჩვენი ახლობლებისაც მათ შორის ლაპარაკობ, ჩემი მშობლების რომელთანაც მე ერთი ცხოვრები ცხოვრია და რა ვიცი უდესი კვალი დატოვეს ჩემში და უდესი სიყვარული და ტკივილი დატოვეს, სევდა დატოვეს მათთან აი ყოფიერებაში ჩადენილი რაღაცა მარტივი თუნდაც უბრალო უყურადღებობა რაღაც მე მივარ მე ნახავ რაღაც ეს გამოტოვებული დღეები ჩემში ტკივილს აცოცხლებს ახლა და ეს მიცვალებულთა მსახურება ჩვენთვისაც არის აი ამ ტკივილების ანჭილოების რაღაც სალბუნია და წამალია და მე ძალიან მშვიდად ვზნობ ხოლმე თავს როცა მიხდება პანაშვიდების გადახდა შეკუთილი მიცვალებულთა ჩვენ ჩემრევლი იკრიბება ხოლმე და ერთად ვიხდით ხოლმე რაღაც თვის ბოლო შაბათს მიცვალებულთა მსახურებას და აი მე ჩემს დიდი ნუგეში ამისათვის ეს კავშირი აი ცოცხალი კავშირია. რა თქმა უნდა ვიზუალური ფორმა აღარ არის, მაგრამ ეს სულიერ შინაგანი ფორმა ეს ყველაფერი დაფუძნებულია რწმენაზე. შენ უნდა წამდეს, იცოდე და წამდეს ამის შესახებ, რომ ეს კავშირი არსებობს, არის ცოცხალი, ეკლესია ამის ისეთი გენერატორი, რომელიც ამ ყველა ენერგიების სახით გადაეცემა. გულში შენ ხო გააქვს ეს ტკივილი, მაგრამ რეალური დახმარება მათ მიმართ, თუმცა ჩვენ მიცვალებულ მსახურებს არის ისაც ეკლესიამ რიტუალურ ფორმით დააწესა.
ეს შემცაც კარგია ხო, ეს ორივე ერთად იკრიბება და საოცარი სიმშვიდით მთავრდება მიცვალებულების მსახურება ფორმა ამ მიცვალებულების მსახურებისა. ისინი რა თქმა უნდა, იცით, ადამიანს თავის ხასიათი აქვს. ადამიანი ემოციური ადამიანია, არსებაა და მას არ შეუძლია ემოციის გარეშე. ვიღაცა რაღაცა სხვანაირად რეაგირებს, ვიღაცა სხვანაირად რეაგირებს. მე მივიცი ადამიანები ვიცოდი, რომელიც წყენაზე რაღაცა სხვანაირად რეაგირებდა, უფრო მაღალდესი შეიძლება თქვა ეს სამართლიანად, მაგრამ გამოვლენა უხეში იყო. მე პატრიარქის მახსოვს, აი ერთ-ერთი არ ვიცი სულ მე ფაქტორი ხოლმე როცა მას წინდა რა იყო არ ვიცი დუმილი იყო ალბათ აი სიჩუმე იყო იმიტომ ჩაღვიქვამდი ამას იმიტომ რომ იმდენად მოსიყვარო იმდენად თვალებში სითბო ქონდა ყველაფერს როცა გაჩერდებოდა რაღაცაზე ხა საწავი და მისი გონება არ ვიცი მაგრამ ჩემ მეგონა ხოლმე რაღაც არ თქვი სწორედ ან რაღაც უარ გამომივიდა და აი ეს მისი ხასიათი ჩვენი არ ვიცი ახლობლებისა მშობლებისა ვისაც ჩვენ მისვლები ვიხსენიებთ მის ხასიათში ჩება ეს ადამიანი ხასიათში კი რაღაცა ხრება რაღაც სტანდარტული ფორმით რაღაცა კი არ ჩდება არა ის იგივე ხასიათის შინაგანი გამოვლენები იგივე თავით ემოციური ფორმით ნუ ცოცხალი ადამიანი არიან იქ და ხა როცა ვიღებ აი წმინდა ნიკოლოზი როგორიც იყო აქ დაუშვათ ხურვალე რაღაცა ეს აქტიური ძალიან ისეთი რაღაც გამოვლენებში ისეთივეა იქ თავისი აქტიურობაში უკვე გაზრდილი ძალიან მრავლად გაზრდილი მისი სიყვარულის გამოხატულებისა მთელი სამყაროს მიმართ და მისთვის მის წინაშე ვლოცულობთ ხო როგორი შემწია და მეოხია და ასეთია ასეა ყველა ასე მამა გაბრიელი თავის ხასიათით იქაც ის ხასიათით არის და იქიდანაც აი ამ ფორმით ხასიათსა ჩვენს მიმართ ავლენ თავის სიყვარულს თავის თანადგომას ვიც იცნობდა და ვისაც სასოებით არის მისი ლოცვის მიმართ წამდგარი ეხლა დედაღვთისმშობელის საოცარი ეროვნული ადამიანური მზეობა მე ესე ვიტყვი სხვანა სახე ალბათ ვერც ვიტყვი ამას მრავალი მოციქულებიდან ამბობდნენ ამას როგორც საოცარი სიყვარული და სითბოს ასხივდა დედაღვთისმშობელი იგივე საოცარი 100 ჯერ გაზრდილი სიყვარული და სიხარულით არის ეხლა იქ და მთელ სამყაროს პატრონი და დედაა ხო და მრავალი წმინდანები რომელიც სად და სად მსახურებდნენ როგორი ფორმით ატარებდნენ იგივე მდგომარეობაში არიან ერთი ის არის სხვაობა რომ მათ ამ შემთხვევაში ისეთი განსაკუთრებულად გაძლიერებულად ოცულობენ ჩვენთვის და აი როცა ჩვენ რაღაცა ტკივილი გვაქვს განსასწრელი გვაქვს აუცილებლად მოვიხმოთ ჩვენი წმინდანები და მათ წინაშე უნდა ვილოცოთ აუცილებლად ეს კავშირი შემდგომ სინერგიული კავშირი ერთობა სულებისა არის ის საოცარი სანთელი რომელიც ღვთის წინაშე დაეწყება შემდგომში და ტახტის წინაშე ღვთისმცემლობა ტახტის წინაშე მსახურების ფორმას ქმნის ძალიან ხურვალეს ხა ჩვენ წირვისას რამოდენიმე ვახსენებთ ხოლმე დუღარებას აწმუნებს ახსნება სულისა წმინისა აი ეს დუღარი უნდა იყოს ხურვალი უნდა იყოს შინაგანი ბუნება ამ ურთიერთობაში და ამ ზეციურ სამყაროსთან რა თქმა უნდა ნაწილი ამ წმინდანო ფორმით წარგე ღვთის წინაშე ნაწილი მოლოდინში არიან მეორეა და ჩვენ ყველანი ამას ერთად ველოდებით და დადგება ჟამი როცა დამთავრდება ხერული ეკლესიის ფორმა და გადავად ყველანი გავლით ამ კარიბჭეს გარდაცვალებისა და ღვთის წინაშე დიდ ეკლესიის ახალი იერუსალიმში დავდგებით მანამდე კიდე ესენი გვახსენებენ სიკეთე როგორ ვიცხოვრობ მე ძალიან მოგეშობ ხოლმე ჩემი დილის ლოცვის შემდეგ ვითხულობ ხოლმე დღის წმინდანებისას და აი არ მახსოვს დღე რომ წაკითხულ წმინდანებში ის მაგალითი რაც იქ წამოვიკითხე რომ დღეს განმავლობაში არ გამომადგეს არ ასეთი არ ჩემთვის იყოს რაღაც როგორც მუდმივი რაღაც ესეთი შპარგალკალუკე ქაღალდი იმისათვის რომ მე ესე ვიხენძო აი ამ შემთხვევაში ესე უნდა ვიყო ხო ესე გავაკეთებ ჩემი ვინც დავით გარეჯელი იქ დავით ფსალმონე იქიდან უამრავი რაღაც ავიღე ჩემ ცხოვრებაში და ცდილობ რომ მადავემსგავსო მათი ხატებასავით გამოვიყენო ეს ყველაფერი და მე ეს კარგია ეს აუცილებელია აუნჯობესა ჩემში სულიერება პასუხისმგებლობა ზრდის და მე ვიტყვი ხოლმე თქვა ხოლმე თუ კი ერთს გამოუვიდა ცოცხალ ადამიანს გამოუვა მეორესაც შეიძლება ხარისხი იყოს სხვადასხვა რა თქმა უნდა განსაკუთრებულად წმინდანობით მოწოდებული მსხვერპლი არიან მაგრამ ის რომ შენი პირველობა შექმნა აი აქედან შექმნა აი ამ ფოტოებით ამ ამბებით ამ მათი ცოცხალი მაგალითებთან შექმნა შენი პირველობა მორწმუნისა და მე უდეს პატივისცემა ჩვენ ქართველებს გვახასიათებს მიცვალთა პატივისცემა და არაფერს ვიშურებთ ხოლმე ეხლა პანაშვიდებიან უამრავი გამოვლენები სიხარც ცრემლი მათ შორის რომ როცა ჩვენთან პანაშვიდები ვიყლა მათი ცრემლი ამაზე ძირფასი რა შეიძლება იყოს ესეთი სითბოთ ესეთი სიყვარულით გულხურვალეთ ჩვენ ერთმანეთს
ხელი-ხედ ჩაკიდებული ასე თუ ისინი ზეციდან ლოცვით ჩვენ აქედან მათი ცოდვის მოტოებისთვის ვზრუნავ და ეს ერთობა ქმნის შემდგომში კიდევ ძაღლი ეკლესიის ერთობას ინსტიტუციას ადამიანურს. მამო თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით თუ კითხოთ რომ ძალიან ბევრი ადამიანთან ძველად უფრო რა ვინაიდან ამდენი ცოდნა არ იყო რაღაცა და ეხლა უფრო ნაკლებად არის მაგრამ მაინც არიან ის ადამიანები რომლებიც განაწყენებული არიან ღმერთზე იმის გამო რომ მათი მიცვალებული მათი ადამიანის ის ვიზეც ამყარებდნენ იმედს გარდაეცვალათ სიტყვაზე და ნუ ადამიანური დან გამომდინარე ხო ხდებით ცოტა რთული არის რომ რამე უთხრა მათ მაგრამ თუ შეიძლება მამო მათი სულები როგორ წუხდებიან ვის გამოც სიტყვაზე ჩვენ წუხდებით და ღმერთის მიმართ ვართ ნაწყენები და აი ამ ადამიანებს არ შეიძლება რომ უთხრათ დააკლდებათ მინდა ხო დარდობენ ისინი იქ ვინაიდან ამბობთ რომ იგივე იმაში არიან დარდმა და ტკივილმა ხანდახან იცის აი დაკარგვა მიზნის და ორიენტაციის დაკარგვა იცის არ შეიძლება ჩვენ გონებამ თუ ჩვენ გონე მივცეთ უფლება საკუთარ თავს რომ ჩვენ მათ ტკივილმა და დარდმა გადაფაროს ჩვენი გონება მაშინ ჩვენ შეიძლება მათ არასწორი წინაშე დავდგეთ და ეს კითხვებიც კი გაჩნდეს რატომ ეს კაცი კარგი იყო რა იქ რაღაც ასეთი რაღაც ხო ღვთის წინაშე განაწყენებაა წარმოუდგენელია ჩვენ უნდა ჯეროთ ეგ წამდეს იმისა რომ უფარი ჩვენი არის ყოვლად მოსიყვარული მამა არ შეიძლება ყოველ მოსიყვარულ მამას რამე ისეთი ქმედება მოყვეს მის მოქმედებას რომ ადამიანი რაღაც უსამართლოდ ან რაღაც დანაკლისის გამო ის ხო ჩვენ სულებზე უსაშუალოდ ზრუნავს თავის სისხლი გაიგო ხო უნდა ჯერო და წამდეს ადამიანი რომელიც გავიდა აქედან თუნდაც ავანტყოფობები თუნდაც შეჭირებულები თუნდაც რაღაც კატასტროფული მომენტი ის იმ დროს და იმ პირობებში გაიყვანა როცა მისთვის საუკეთესო იყო ეს თუ შენ თეოლოგიად იცი მაშინ უნდა უკვე შემოჭრილი მას მე ვიტყვი ალბათ ბოროტი შემოჭრილი აზრებს რომელიც შენ ტკივილს იყენებს ამ შემთხვევაში მონატრებას იყენებს უნდა დაიძლიოს ესა არ შეიძლება შენ ღვთის წინაშე იყო იდგე შენ მიცვალებდა სულებისთვის გინდა და რამე გააკეთო და ამ დროს რაღაც გუში წყენა გაღვთისა ეს ფლინად ანგრევს ამ სიფტყეს სულის სიფტყეს ანგრევს და ამ დროს ალბათ უშედეგოდაც არის ეხლა როგორ რამხელა ტკივილს ვაყენებთ მას ვისთვისაც ჩვენ გვინდა ვითომ ჩვენ გვიყვარს და ამიტომ ჩვენ წუხართ ის ღვთის წინაშე წარგომული დგას და ღვთის იმედად არის იმისა რომ ღვთის მოწყალება მას დაიფარავს დაიცავს და მარადილობაში აღადგენს და ეხლა შენი დამოკიდებული არაფერს არ ემთხვევა არც ამ კაცის გადაცვალებული შინაგან მდგომარეობა სულიერ ბაშტ მითუმეტ არც ღვთის სულიერ არსენაში ვერ ხვდება ამიტომ ეს აბსოლუტურად რაღაცა გაწყვეტილი ჯაჭვით არის შენი ეს ემოციები რომელიც შენ გღლის და ტანჯავს ეშმაკება შენ საწინააღმდეგო იყენებს და არც ამ კაცს ეხმარები და უფალთანაც ასე თქვა კონფლიქტში ხარ სულიერ კონფლიქტში ხარ როგორ უშუალოდ საკუთარ თავს უნდა გავიხსენოთ რომ ლოცვა რა არის ყველა დიდი ლოცვა არის მადლობა შენ უფალო ყველებისათვის და იყავნება შენი უფალო აი ამით უნდა ინოგეშოს ადამიანმა ხა დანარჩენი ყველაფერია როგორც სახარე მამოს რა ქვია ან უნდა თქვა ხო ან არა აი ეს ორი მომენტია დანარჩენი ყველაფერი ეს არის რიტორიკა რაღაცა კაზუისტიკა და მე ეს შეიძლება დაგვაბნიოს და რაღაც სხვაგან წავიყვანოს ეხლა როცა შენ დიალოგში შედიხარ ბოროტ აზრთან ის აი ხა მაგონდება როგორც უთხრა ხო აგებო ეს რა კარგიაო სახილვაო და როგორი გემრიელიაო ეს მაშლიო და ხილიო და ჭამეო შენო და ეს დიალოგში შევიდა მოყვა ხო არ ესე არ გითხრა ისე გითხრა ამერთმა არა ისა და ამ დიალოგში გაება ეშმაკის ხლათებში და ბადებში როგორ უნდა შევატყოთ მამაო რომ დიალოგში შევდივართ ბოროტთან და სწრაფად ჩავეხსნათ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ნახევრად სიმართლით მოდის შენ მდგომარეობასაც იყენებს ეხა აი მიცვალებულის პატრონს რო ეუნება რომ აი რატომ უგიკვდა შვილი რაღაცას ანუ მიმართულება სწორი აქვს მამაო რა იმიტომ რომ ადამიანურ გზნობებზე თამაშობს და შენ გზნობებს იყენებს ხო და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა ჩავეხსნათ ამას იმიტომ რომ ესეც ცოდვა არის ხო მამაო რომ აი ამ იმაში აი ამ ხო ძალიან არა რა თქმა უნდა უპირველეს არ უნდა მოტყვა არ უნდა მოგატყუოს ეშმაკმა ყველაფერი რაც არ ემთხვევა არ არის სახარებისეული და ზედმეტად არის ასე იგი სიტყვერებაში და ლოგიკაში და ამ ჩართული ის ყველაფერს გაბნებს უნდა ჯერ უნდა იცოდე ეკლესიისგან უნდა იცოდე ღვთის სიტყვა უნდა იცოდე რომელიც უფალი და წამდეს და გჯეროდა სასოებდე ამას ცოდნა ჭირდება მე ადრეც ვთქვი რომ თუ თვით განათლების გარეშე
ვერ იქნება ქრისტიანი, დღეს მით უმეტეს ქრისტიანი. იმიტომ რომ დღეს ადამიანის გონება ისე ღრმად გაიზარდა, ინტელექტუალურად გაიზარდა, რომ მას ჭირდება ინტელექტუალური კვება ჭირდება, უნდა იცოდეს თავის სარწმუნოების შესახებ. ადრე მაგალითად ეხლა ავიცი 200 წლის წინ შეიძლება გლეხების 80%-ს არ იცოდა საქართველოში ზოგადად წერაკიდან განათლება და მithom სახარებაში წაკითხულიც არ ქონდა, მაგრამ მას სხვა რაღაცა ეძლეოდა იმ დროისათვის. ამ დროის ადამიანს, რომელსაც ამხელა მაღალი ინტელექტია, შესაბამისად ეს უნდა გამოიყენოს. აუცილებლად მთელი სივრცე უნდა გამოიყენოს ამისათვის. რაც სივრცე რჩება ამ სულიერების გარეშე, ის ამას ეშმაკი იყენებს. ეს შეიძლება ლოგიკა იყოს, ეს შეიძლება, არ ვიცი, ცოდნა და განათლება და ასე შემდეგ იყოს რაღაცის შესახებ. ყველაფერი უნდა დავტვირთოთ სულიერებით. ისაც სულიერებით არ ნათლდება და მირონი არ ეცხება სულიერი, ის ძალიან ადვილია შეიძლება შენ წინამდე გამოყენებული იქნება, მათ შორის გონებას და ცოდნაც. ერთია უნდა იცოდეს სარწმუნოების შესახებ და მეორეა შენ სარწმუნოების პრაქტიკა, შენი პრაქტიკა სარწმუნოებისა, შინაგანი ლოცვა, ეკლესიის სიარული მოძღვარი, ქადაგებების კითხვა. ეს არის რომელიც შემდგომში გაძლევს იმ საშუალებას, შენი გონებას ჩარჩოებში აქცევს. და აღარ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან შორს წახვიდე. ზედმეტი გადამეტებული როგორც არც აღტკინება არ არის სწორი ესა, აი ადამიანური ჩარჩოების იქით რაღაცა არის ადამიანი რა თქმა უნდა უსხაზურა თავის სულებაში, მაგრამ ზედმეტი არაფერი არ შეიძლება, არ არის კარგი და არც განცდები, რა ქვია, ტრაგედიული განცდები უნდა გაცდეს ადამიანის საზღვრებს. ამ საზღვრებს რა უწესებს იცით? სარწმუნოება ჩვენი. გეუბნება რომ ეს ზედმეტი და ეს დაუსრულებელი, ამიტომ დავუდო რიტუალურად სათავე, იცით, აი ეს 9 დღე დავუშვათ მოხსენეთ, მე 40-იანი, მე წლის თავია, მე ეკლესია ჩართო, ეს ყველაფერი ეკლესიამ 20 ჯერ იხსენება, დავუშვათ ჩვენ ეკლესიას მიცვალებდა საყოველთაო მსახურებებია, კერძო ფორმა მისი გარდაცვალების და წლისთავები. აი ამ ბილიკებით, აი ამ მონიშნულებით უნდა ვიაროს ადამიანმა. როცა ესე მიდის, მისი შინაგანი ბუნება წყნარდება, იცით? და თუ შენ ამას მოწყვეტილი ხარ და არაკეთებ ამას და საში ხარ და შენ ტრაგედიის ბურუში ხარ ჩაძირული, მაშინ ვერაფერს ვერ ხედავ შენ გვარეში და ამ ბურუში ვეღარ სინათლე აღწევს. დავიცოთ გონება უნდა ამ ზედმეტი კითხვებისაგან რატომ, რისთვის, როცა ეს კითხვა გაჩნდება, რატომ და რისთვის და უკვე ნიშნავს რომ შენ არასწორ ბირგზე გადახვედი. ხო, ამიტომ იმ წუთში ამით აი ძაფივით დაგიხვევს ხელზე შემდეგ ბოროტი და ემოციებს შემოა და მე უკვე ძალიან ძნელია. მე ადამიანი ეცემა, მე განაწყენებულია, მე ეკლესიას დაწყენება, მე მოძღვარს დაწყენება. და ეს შორდება, ეკლესია შორდება ადამიანი. და ამ მე იგონებს, ახლა მე ღრმავდება ეს პროცესი, რა გეკონოთ? მე ღმერთი მწამს და ეკლესია არ რას მჭირდება, მე ისაც ვიცი, ჩემი დარდი, ჩემთან არის, ჩემი ტკივილი, ჩემთან არის. არ არის ესე. არ არსებობს ტკივილი ადამიან, რომელიც აი მთელი სამყარო ცრემლში შეკრიბო ერთად ამბობენ, წვეთი იქნებაო დედაღვთისმშობლის ტკივილიანი განცდის შესახებ, რომელიც მთელი სამყაროს მიცვალებულებისთვის და გადაცვალებულებისთვის დედაა რეალური. და ნამდვილია. ასევე ტკივილით უყურებენ ზეციური ანგელოზები, ზეციური წმინდანები, ჩვენი დღევანდელ ყოფიერება ჩვენსაც. ჩვენ ტკივილი მათთვის უფრო ტკივილია რა. ხო და ჩვენ იმდეს ვერ განვიცდით, ვერანაირად ვიდრე ისინი განიცდიან. და როგორ შეიძლება კიდევ ვამბობ, რომ უფალმა რაღაცა ტკივილიანი ადამიანი თავის სული არ დაფასდეს, ადამიანის სული არ დაფასდეს და ისეთ ტრაგედიებში ჩააგდოს, რომელიც მისთვის პირობითად ცუდი იქნებოდა. იქ ზეცაში უკეთესი დედაც არის. დედაღვთისმშობლის სახით, უკეთესი მამაც არის, უკეთესი პირობებიც არის, უკეთესი ძმობაც არის. რა იქნებაო ჩვენ ვისო უფალია პეტრე ეკითხება, ჩვენა დაუტოვეთ ყველაფერი და წავედით, შენ წამოყევი ჩვენ, რა იქნებაო და ვინცო დატოვაო, დედაო, მამაო, შვილი, ჩამოთუც ოჯახი და ასე შემდეგო, 100 წილად მიიღოსო. ხო და აქ იმას კი აპირება აქ მოქცევა ასწილად, იქ ექნება ასწილად, ეს სიყვარული ერთად შემოკრებული საკრებულო ერთად იქნება იმ სიხარულში, აი როცა შედიან რეული ეკლესია იქნება როგორც სიხარული მოიკითხავენ ხოლმე, აი ესეთი საოცარი სიხარული იქნება განუზომლად, არც ყურს მოусმენიაო პავლეამოს, არც თვალს უნახავსო, არც გულს მოხდომიაო, აი ესეთი სიხარული არის ზეცაში. ეს არის ზეცა თავისთავად არსობაში, ეს არის ზეცა. ეს ყოფიერების სამყარო ჩვენი გამოდევნის ქვეყანა. იმ წუთში შევწდები თავიდანვე უკვე არასწორ გზაზე გადავალ თუ ჩვენ აქ გვინდა ბედნიერება, სრულყოფილება და ბედნიერება და არ იქნება. ამას უნდა მივიღოთ, როგორც უკვე არსებული ფორმა ჩვენი ყოფიერებისა, როგორც მდგენელი. არ შეიძლება ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. ეს მივიღოთ, უნდა აი ამ ტვირთით, მოდით ადამიანის და ევას ტვირთით, რომელიც მთელი ცხოვრება ესე გაიარეს, როცა მისმა შვილმა თავის ძმა მოკლა, მივიღოთ აი ამ ტკივილები, როგორი საყურებელია ეს არა, როგორი ტკივილებია. ესე უნდა გავიაროთ ჩემს ყოველთავი ღირსებით, საკუთარი ღირსებით და იმედა სასწრებით იმისა. ჯოჯოხეთში ამ
დაუჯგუფე თავი და ღმერთი მუდმივად გახსოვდეს მისი სიყავო და მისი შვება. ხო რა ვიცი შეიძლება აი რო კითხოთ რომ თქვენი ხა წეგან ფარველი იმას შეეხეთ რომ აი ვინც საერთოდ გიფარავს ან ვისი სახელიც ქვია იმის ძალა გეძლევა იმის ცხოვრების სტილი გეძლევა რაღაცა თუ არის ეს ახლოს და აი ჩვენი გარდაცვლილები რამდენად აი ხშირად არის ხოლმე რამდენად უნდა ვენდოთ სიტყვაზე სიზმარში მაგალითად ძალიან კმაყოფილდება ადამიანი რომელსაც ეცხადება ხოლმე სიზმარში ან აი რამდენად სიტყვაზე გვიცავენ ისინი ძალიან ხშირად ხდება რომ ადამიანებს გამოცხადებიათ მათი მშობელი რაღაცა რომელიც გარდაცვლილი იყო წმინდანების ცხოვრებაში ყოფილა აი ამ შემთხვევაში მამაო აი ეს როგორ არის ჩვენთან და როგორ უნდა მივიღოთ მამაო ან ხიბლია ან მოჩვენება ან შეიძლება ბოროტმა მოგვატყოს აი აქ რა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს სიფრთხილეა საერთოდ როგორც ჩემი რეულში ხდება ეს საკითხები დაკავშირებული ამ თემასთან ახსარებებში და ასე საუბრებში და ასე შემდეგ ხა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა განიცდის ამას ზოგადად ერთი ზოგადი თემა ესეთია რომ ჩვენ და სული სამყაროს შორის მიუხედავად კავშირია და სწორი აბსოლუტური კავშირი ყველაფერი დამახინჯებების გარეშე და ტრანსფორმაციების გარეშე ხდება ეკლესიაში. აი მესაც ჩამოთვალეთ ეგ მსახურების ფორმები, რიტუალები, ის კალენდარული დღეები, ეს არის სწორედ ის, რაც შეუცდომლად სწორია. ეხლა რაც ადამიანი რასაც ხა სიზმარში ხედავს ამ გზნობა აქვს დაკავშირებული მის გარდაცვალებულ ახლობელთან, ეს შეიძლება იცი როგორ ახლა ჩვენ იქიდან ეს ურთიერთობა შეიძლება ტრანსფორმირდეს ჩვენი დაცემული სულიერების გამო. იქიდან სხვა მოდის კავშირია, თქო უნდა მოდის ეს ინფორმაციული ნაკადი, მაგრამ ჩვენთან არასწორად აი რუდეს არკებში აირეკლემენ, თუ ჩვენ არა გვაქვს სწორი მემბრანა, სულიერი მემბრანა, რომელიც ამას პირდაპირ გადმოგვცემს. ამიტომ რაღაცა სიტყვაში ნახეთ რაღაცა მაგალითად, არა? მე იცი ამ ლოგიკურად ხა ეშმაკი შემოვაგდე ლოგიკა ერთხელ ნახა, ორჯერ ნახა, სამჯერ ნახა, აი ამ ლოგიკას ამოსვა, აი თოს ამას ხედავ, ისეთ მდგომარეობა, ასეთ როცხადა შეიძლება ისეთია რაღაც, არაფერი არ შეიძლება აი ამაზე ლაპარაკი. ეს ეშმაკის ხრიკებია. როგორც არ უნდა ნახოთ, გახსოვდეთ, ჩვენ სინას არ ვენდობით. იყო როცა სიზმარი იყო ნამდვილად ახლა ძველ აღთქმაში რამოდენიმე სერიოზული ფაქტია იმისა როცა სიზმარი წყვეტს რაღაცა მოვლენას ისრაელში ჩვენთან უკვე იმდენად კაცობრება დამოკიდებული არ უნდა გახდეს ხო სიზმარი არის მედობრად რაღაცა ინფორმაცია ნაკადია რომელიც ახლა როგორ ადამიანს ქონია სენსორული გონება ანუ ადამიანს არ ქმნის ასე თქვა გონებაში რაღაცას. იღებს ინფორმაციას ერთი მხრიდან, იღებს მეორე მხრიდან. ხა შენზეა დამოკიდებული რომელს მიიღებს სწორედ. ხა გონება, როგორც თვალი სინათლე წყარო, გონება სინათლე წყაროა. თუ შენ სწორედ გაგნასწავლი, მაშინ სწორედ გადახარშა ყველაფერს ამას, სწორედ ბადეში გაივლის ეს და შენთან სწორედში შემოვა ინფორმაციული ფორმით, ხმის სახით იქნება თუ, მაგრამ თუ შენ არა გაქვს სწორედ გონება, არ იცი შენი სწავლების სწორი ფორმა, შეიძლება ეს არასწორად აზრი შემოვიდეს და დაამახინოს შენს სწავლება და ურთიერთობა შენ მიცვალებულებთან. ხა მე რამდენჯერ რომ მოდის ადამიანი მეუბნება, ეხლა მადლობა ახმეც ეხლა მართლა სწავლობს ადამიანი თვითგანათლებით და ბევრად უკეთესი ეს არის მრევლის წევრები არიან განათლებით ვიდრე ადრე და უნდა 30 წლის წინა და 20 წლის წინ. მაგრამ ადრე ისე მომულ წმინდანები იყვნენ ფაქტიურად ისეთები იყვნენ. ეს სიზმარის არ იყო გამოცხადებები ქონდათ ხო ეს სხვა სფეროა რა თქმა უნდა ისინი სწორედ იღებენ იმიტომ სწორედ სულიერი ის მემბრანა სწორია ხო და როცა ჩვენ სესტორების სწორი არა გვაქვს და ვერ ვიღებ სწორედ მახინჯდება ეს ყველაფერი ამიტომ უნდა მინდოთ ეკლესიის კიდევ რიტუალურ სწავლებას არ უნდა მივიღოთ ეს სიზმრები არ შეიძლება მას ნდობა არ შეიძლება ხა ნანახი არა ამაზე არ უნდა ავეწყო თორე ამით შეიძლება ეშმაკეთგები ისარგებლოს ეშმაკებს და მე რითი რაღაც ინფორმაცია მოგაწოდოს რომელიც შევცდე და მაგ გითხას რომ თავი მოიკარდა ჩემთან მოხდა მრავალი შემცდა რა ამის გამო რა შემცდა ხო მრავალი დიდი მამები შემცდა რა რომ აი მაგალითად ერთმა ნახა დიდი მამა რომ შედაც შენ წირავო ტრაპეზი ჩვენ თანამედროვე ქრისტიან ტრაპეზი ნახა ეს კი არ არის აი ის ხარი მთავარი ძველი ტრაპეზი აჩვენა და მე იუდეოში გადავიდა და ასე შემდეგ ხო და აი უნდა გავფრთხილეთ ამისათვის ვიცი მოძღვართან მივდივარ დავუშვათ თუნდაც ამ შემთხვევაში მე ესე გავიგებ ხოლმე ამას რომ მეუბნებია რომ როცა შენ მსგავს რამეს ნახავ მოდი შენსაც კარგი იყოს და მისთვისაც ხო ჩვენ ხო არ ვიცი მოდი მისთვის პანაშვიდი გადაიხადე მოდი ეკლესიას შენს ინუგეშე და დამშვიდი იმისა ხო არაფერი დავაკელი რაღაცა ის რაღაცას ხედავს ხოლმე და იცით აი ეს მარტივად უნდა გაკეთდეს არ გვინდა რაღაცების შედგენა და რაღაცა ერთი მამა ვამბობს მამაო რომ ისა რქვია დიდი მამა იყო და ესე ამბობდა რომ ისა რქვია სიზმარი გავსო წამალსო რომელიც გჭირდებაო დასალევო თუმცა რეცეპტი არა წერიაო რა წამალიაო შეიძლება გარგოსო და შეიძლება გავნოსო ძაანო რა ხო და მართლა ეგრეა რაღაცნაირად შეიძლება მიიღო და რაღაცნაირად მაგრამ ადამიანს მამა მეტი რომ არაფერი დარჩენია ხავს ეჭიდება ადამიანისაც მესმის არ უნდა მოეჭიდოს და არ მოეჭიდოს ხავს მოეჭიდოს ღვთის სიყვარულს
მის უსაზღვრო ზრუნვა ჩვენზე დედაღვთისმშობლის შემწეობიდან ფარველობა წმინდანების უამრავ დას ლოცვას პირველი როცა დგები რაღაც მოხდა სიზმაში რაღაც მოხდა ცუდი თუ კარგი დაუშვათ არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება კარგი რაღაც შემოგთავაზდეს და რაღაც ისეთი კარგი შეიძლება ძალიან ტრაგიკული იყო გამიღვიძია უგოფლიანოს გამიღვიძია და ბევრ საბას აღსოვს პირველი რაც არის ხო დგები და მადლობ შენ უფალო ყველაფრისათვის დიდება უფალო შენ ყველაფრისათვის ვიყავნებე შენი უფალო და ივიწყებ თუ შენ ეს წამოიყოლე და ამაზე მსჯელობა ლოგიკა დაიწყე გაგტანჯავს და შეიძლება არასწორი დასკვნების გაგაკეთებინო და შეშენებული გამყოფოს მთელი დღეები და ასე შემდეგ და თავისუფლებაც დაგაკარგოს ამიტომ ნუ არ უნდა ეს ზედმეტი არაფერი არის ეკლესიაში ყველაფერი არის იმისათვის რომ ამისგან გათავისუფლდე და რეალურ სარგებელი მიიღოს შემოგადა მიცვალებულმა და შენს ვინც მასთან კავშირში ხარ სულიერ კავშირში და მამაო აი ხატებთან იმასთან აი სულიერი კავშირი მამაო რაც არის შესაძლოა მე მეუნებიან ხოლმე რომ უკანო როგორ გაძლიერებენო ბევრი გარდაცვლილი სასულიერო დიდი მოძღვრები არიან და ბევრი ადამიანი არის აქედან გარდაცვლილი და უკნეო რამხელა დასიდგებინებიო რა და ისა რა ქვია ჩვენ და სამწუხაროდ ხო ჩვენთან არ არიან მაგრამ რაღაცნაირად მამაო არის ის რომ ძალას გძნობ რა და აი ეწევიან ხოლმე ხა მოძღვრები ხა პატრიარქისგანაც მამაო ხშირად ხა ამ ბოლოს ძალიან ბევრი ადამიანი საფლავზე განიკუნა მაგალითად პატრიარქთან სიარულით ბევრ შვილს ველოდებოდითო და არ ყავდაო და დღეს გაიგეს რომ ისა რა ქვია მალე ეყოლება და ესეთი რაღაცები ხდება მამა უწმინდა საფლავს და აი ამ დამოკიდებულებაში მამა როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ წმინდა საფლავებთან ჩვენი მიცვალებულები ის არსებობს ზოგადად ცნება წმინდანთა პატივისცემის და თაყვანისცემის შესახებ ეს ეკლესიის სწავლება და აი ამ შარჩევში უნდა მიყვეთ მას არ გვინდა ზედმეტი რაღაცა ეგზალტირება და რაღაცები იმიტომ რომ ესეც არასწორია სიფთხილით უნდა მოუყო ძალიან ცოტა ეკლესიაში რაღაცა აი ეკლესია არის სწორედ თხილია ძალიან ამ დაკავშირებით ახლა ბევრგან გამიგია ინტერნეტში მინახავთ მირონი გადმოვიდა აი ეგზალტირებული გააწავლენი მიდიან იქიდან ახლა ხო ახლა აი რაღაცას შემდგომში რაღაცას გამოიყიდება ადამიანი და ჩაიბღა უჭება და გონია რომ ეს არის სიმართლე და რასაც ეძებს და არ და რას ეძებს აი ნახეთ ამ პარტავნებაა რას ეძებ აგე გაკ სიოცხლის წყარო ეკლესიაში ხარ წყაროს თავანკარა წყაროა იცი როგორ ფიქრობს ამ პარტავნებუნება ო ეს ყველასთვის არის არა მე სხვა რაღაც მჭირდება უფრო სხვანაირი არა ხო ეს კი ბატონო როგორ მაგრამ აი მე სხვანაირი მჭირდება რაღაც და შემდგომში მოიგონეს სხვადასხვა რელიგიები სხვადასხვა სახარებები ხო და აი ამით აცნუნებენ მე ადამიანს ცნუნდება როცა შენ აი ნახე რასეულები ამით ხო უფალო ვიცი ეს შენი სახლია მაგრამ მე ცოტა სხვანაირი მინდა რა ვიცი ეს შენ ახარ მაგრამ მე ცოტა ჩემი მინდა რაღაცა ინდივიდუალური მქონდა შენთან უთუდებაში რატო სვამ რატო გინდა რომ შენ იყო რაღაც განსაკუთრებული გამორჩეული სხვისგან შენი დებისგან შენი ძმებისგან ისინი ის კი იქ არიან და ისინი ცხრები არიან აი შენ ახარ ურჩი რომელიც თხასავი დახტი ხარ იქიდან და ამიტომაც ვერ იღე მე ერთი მთაზე და მოხტუნავის ერთ ფეხი მოგიწდება და მე უკვე ძალიან ძნელი იქიდან ამოსვლა ჩვენ ნახეთ თან უახლოეს დროში კი ნახეთ თუ როგორ შეიძლება ადამიანმა არასწორად გაიაზროს რაღაცა მაგალითად ეკლესიაში თუ არის ადამიანი ისე კი რაღაცის ჩვეულებრივი ადამიანია აი ეკლესიის გარეთ თუ გავიდა და ის დაირქვა სახელი მაგალითად ბერის თუ რაღაცა რა აი ეს მართალი იქნება იმიტომ აი ესეთი რაღაც არ არის ცხონება სხვაგან გარდა ეკლესიისა ეს ყველა ჯანსაღი გონების ადამიანმა თუ ამზე ფიქრობს თორე ჩვენ არ ვამბობთ რომ ჩვენ წმინდანები ეკლესიის წმინდანებია ვინაუს პირიქით ეს ეკლესია სწორი ქსენონია სამკურნალო სახლია ჩვენ მოვდივართ იმიტომ რომ მიკურნალო დოქტორე ვისაც კურნალობა აღარ ჭირდება ისინი ეკლესიის გარეშე არიან ისინი თვლიან რომ არ ჭირდებათ ხო და როგორ მოეთხოვება მამო ადამიანს აი თუ შეიძლება აი მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება აი ამ მეტის მიცემაში და მეტის მოთხოვნაში იმიტომ რომ ღმერთი ხო სამართლიანი არის და ხა როგორ შეიძლება ვიღაცას მეტი მოთხოვს ვიღაცას ნაკლები და აი რაზე არის აქ საუბარი მამაო მეტი რომ მიეცა მეტი მოეთხოვა ის სიტყვაზე მღვდელს მეტი მოეთხოვება და სიტყვაზე ფეხბურთელს ნაკლები თუ აი როგორ არის აი აქ თუ შეიძლება რომ ეს განმარტოთ ერთი ხა მღვდელიად განახსენე იერარქია ამ შემთხვევაში აი სიტყვაზე ხო არა ისედაც ესია ხდეს მე თავისთავად მეტი მოეთხოვება გარდა იმისა ერთი რომ სული ლიდერი უნდა იყოს და სული ლიდერი გახდე ცოდნა გჭირდება ამის თეოლოგიურად ცოდნა გჭირდება უამრავი სხვა რაღაც გჭირდება თვისებები გჭირდება და ასე შემდეგ უპირისპირდად სულიერება გჭირდება ყველაზე დიდი ლიდერული თვისება არის შენ რო იქნები სულიერი მოდი თქვა წმინდა რო იქნები შენაგანად ამას თვითონ იცით იმიტომ რომ ადამიან ეკლესიაში განამღდელს მოყავს ხალხი სული წმინდას მოყავს ხალხი თუ შენში სული წმინდა
აი სულ უბრალო ადამიანი იყო, აი არაფერ გამორჩეული, შენს გარშემო იწყებს ხალხი ნელ-ნელა მოგროვებას და შენ სულ ლიდერად ყალიბდები, ხო შენ ამას შეიძლება არც ფიქრობ, არც გიფიქრი ამის შესახებ, მაგრამ ხო, შენ ზურავდი შენი სულის გადარჩენისთვის, რაღაცებს აკეთებ, რაღაცებს წვალობ, ამ დროს შენს გურწფელობას ხედავს სუფალი, ხედავს შენს ზაობას რომ იმუშაო და მუშაკობ, 8 წელი და აი ეს სულ ვერ მოდიდა ხალხი შენ გარშემო იკრიბება. მეტი ხარ, ერთი რომ იერარქიულად მეტი მოგეცდა, მეტი მოგეთხოვება, იმიტომ რომ პატივი მეტი, სადაც პატივი მეტი აქვს, მოთხოვნაც მეტი იქნება თავისთავად, სადაც არ არის პატივი დაბალია, მოდი თქვა, შესაძლოა ნაკლებად მოეთხოვება. ახლა საყოველთაოდ ცნობილია თეოლოგიაში, რომ ეკლესიის მეორედ მოსვლა დაიწყება ეკლესიის განხილვით, ხო? ეკლესიაში იერარქიის განხილვით, იერარქიიდან შეიძლება ყველა ბოლო ქრისტიანობა და მერე დაიწყება სხვა აღმსარებლობის განხილვა, რომელთაც პირობითად ვამბობ, ჩვენ რომ ვამბობთ, ხო, ჩვენ ახლა ვარ პატივში ვარ, მაგრამ ამ პატივს რამდენად მოემსახურე შენი ცხონება, სულის იდეა არის ყველაფერი სულის ცხონებაა. მათ ნაკლებად მოეთხოვებათ, იმიტომ რომ მათ არ მიუციათ პირობა ქრისტესთვის და შესაბამისად არც გაუტეხიათ პირობა. მათ ფავით სარწმუნოების გამო სინდისით მოეთხოვება, ანუ რამდენად მართალი იყვნენ თავის სინდისის წინაშე, რაც წამდათ. და ჩვენ ამხელა ცოდნა მივიღეთ, ამხელა ეკლესიაში მოვედით. ეს უნდა დაფასდეს შენ შინაგანში. მარტივად ოღონ. აი პირველ როგორ ვინც თulis თავს ქრისტიანად, მაშინ თქვა რა არის ქრისტიანობა? ხო აი ხო ვამბობთ ქრისტიანები ვართ. გინდა იერარქია იყოს, გინდა სხვა ნებისმიერ ადამიანი. რა არის ქრისტიანობა? თავგანწირვაა ქრისტიანობა. თავგანწირვა ვისთვის? მოყვასისთვის. აი როგორია? აი ხა გასაგებია ძალიან რთულია. სრული თავგანწირვა წმინდანებს ახასიათებს. ხო რა თქმა უნდა, სრული სიყვარულიც მათ აქვთ. მაგრამ შენ როგორც ერთ რიგით მეომარს, ხო? აი წარმოვიდგინოთ რომ შენ ამ რიგში მეომარივით გეხარ, ხო? ხა მეთაურ სხვა მოვალეობები აქვს, იმის კიდე მეთაურს კიდე სხვა მოვალეობები. შენი მოვალე, შენი რა არის? ბრძოლა არ დატოვო. არ მიატოვო ბრძოლა. აი ამ იციო ბრძოლაში ხარ, იცი რომ მტერს ებძვი, იმიტომ მტერი არ უნდა გადამოუშვა აქეთ, იმიტომ რომ სხვებს გათლებს და გაანადგურებს. ამ ბრძოლიდან არ უნდა მიატოვო. მით უმეტეს ბრძოლაში, რომელიც ბრძოლიდან როცა გამარჯვებული ბრძოლა უკვე. უკვე ეს ბრძოლა ქრისტემ გაიმარჯვა, დამარცხებული არის ბოროტი. უბრალოდ შენმა დარჩე, ბოლომდე დარჩე ამ ბრძოლაში, რომ ეს გამარჯვებული ბრძოლა შენც მიგიღო წილი ამ გამარჯვებული ბრძოლაში. გქონდეს, აი ეს არის არ უნდა მიატოვო ეს ომი და რჩები რა ამ ბრძოლაში, რჩები ჯარისკაცი. თუნდაც პირობითად ვამბობ რა წაიგეცი, შეგეშალა, ადგები მოგეხმარები, ამარი ურთიერთთა სიმძიმე ტვირთვის თემა ეს. რა გეხმარება? მოძღვარი გეხმარება, შენი ცოდნა გეხმარება, ლოცვა გეხმარება, პატრიარქის ხსოვნა გეხმარება, თან ეხა უწმინდესი დღევანდელი ლოცვები თქვენ საქართველოს ლოცულობს, ხო? მადლობა ღმერთს, ეს შვიდობის როგორ დავჭით მარტო და როგორ შვიდობა შემოვიდა, როცა ეს ყველაფერი კვლავ ახსულა და პატრიარქი ყავს. აი ამ ყველაფერით უნდა ინოგეშო და აი ამ ყველაფერით უნდა იწყო. მამა, თუ შეიძლება ერთს კითხავთ კიდე, რომ აი სიტყვაზე ჩვენ ხო ეხლა ვინც გარდაიცვლება ჩვენიანი კაი ადამიანი, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა კაი არის და ვერ ხედავთ, მის ვერაფერს ვერ ვამჩნევთ, მაგრამ როცა კაია და შინაურია შენთვის, მაგრამ სულ ყოველთვის გონია, რომ ზეცაშია რა. აი ამ შემთხვევაში ეს შეიძლება მცდარი აზრი იყოს ან რაღაცა, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ არ შეიძლება ხე ყველა ამბობს, აიცი, მამა ჩემი ისეთი კაი კაცი იყო, ეგ უეჭველი ცხონდებოდა. რა თქმა უნდა, მამა შენი იყო და შენზე ზრუნავდა და შენც კაი იქნება, მაგრამ იქ ხო საერთაშორისო სხვანაირად იზომება, ხო? ეხა ეგრე შაჰაბაზი შეიძლება კაი მამა იყო, მაგრამ ხო ხდებით ეგრე ხო არა ის თუ შეიძლება მამა აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმას ქნათ რა თუ ჩვენ მეტყვით ახლა სასופროში მოხდა ესე იგი წმინდანია წმინდანო პირველ ყოვლისა ცხადდება ეკლესიაში ეკლესიაში საყოველთაოდ გაცხადებულად გაცხადდება მანამდე შეიძლება წმინდანები იყვნენ მათზე რაღაც ინდივიდუა ადამიანები მის მას იცნობდნენ ან შემდგომი ადამიანები ან შემდგომი თაყვანსცემდნენ პატივსცემდნენ სწამდათ ჯერუდად რომ წმინდანად ჰქონდათ მადგუმში შერაცხილი მაგრამ საყოველთაო ფორმით შეიძლება გავიდეს 100 წელი შეიძლება გავიდეს 300 წელი შეიძლება იმ წუთშიც დადგეს არ ყოფილა მომენტი რომ გარდაცვალებიდანვე შეურაცხია წმინდანი იმიტომ რომ ნუ ეს ხდება არ ვიცი ღვთის გაგებითა და რომ გაცხადებას ადამიანთან წინაშე ეკლესიაში ზოგს ჭირდება 100 წელი 200 300 წელი ჭირდება როცა ეკლესიის გაცხადდება ეს და წმინდანად შეირაცხება ადამიანი ის საყოველთაოდ არის წმინდანი ხა კარგი საქმეების გამო წმინდანობა ცოტა სხვანაირია ეს შენი არ იყოს მამა იქნება კარგი მამა იყო კარგი დედა იყო ეს ადამიანური კატეგორიაა და ყველა ვისაც შვილი ყავს კარგი მამა უნდა იყოს კარგი დედა უნდა იყოს ეს მის მოვალეობა ადამიანური მოვალეობა ეს არ არის წმინდანობის ეს მორალია ეს ნეობის საკითხებია
ეს და ხოლო რაც შეეხება ყველა იმას თავის მორალი აქვს სარწმუნოებას, მათ შორის ჩვენს ქრისტიანული მორალი გვაქვს და მორალი პირველია სიყვარულია ჩვენი ფუნდამენტი ჩვენი მორალის. ხო, ამიტომ ხანახან თუ შეგჯერად წამს ეს ადამიანი ესეა წმინდანია ხო მაგალითად ნუ შეგიძლია შენ პირადი საქმე შეიძლება გწამდეს ახლა ეს და ესეც იყოს მე არ ვიძახი ეს არ იქნება მაგრამ ხა ეს ვინც იცნობდა მას რაღაცან განსაკუთრებული შინაგანი რაღაცა გაცხადება ქონდა ამ ადამიანის მიმართ ხა თბილისში არის ეს ორი საფლავი ერთი ნეველშია და მეორე დამჯდარი ანასტასია ხა ხალხს ნახავ იქაც ყველგან ნახავ ხალხს ხო ეს არ ვიცი ეს კენო შინაგანი გაცხადებით გაცხადა მაგრამ საკმაოდ გაცხადების ფორმით ეს ეკლესიის გაცხადება ვინც არ ვიცნოდით მაგალითად არ ქონდა შეხება ამის ან ცოტა რაღაცა წმინდანები არიან მაგრამ უბრალოდ ხო არა უბრალოდ კანონიზირება უნდა ხო აღიარება უნდა ხო ჩვენთვის ეკლესიაში არ გაცხადებულა ჯერ კანონიკური ისე მამაო დახმარება არის მამაო ზეციდან ხოლმე ხე ბევრს ვიცი რომ აი მშობელი ეხმარება ბევრს შვილი ეხმარება რაღაცნაირად ეს არის და ამას ხო ვერ გაიქცევი რომ ეს სულის კავშირი არის რა და ფაქტიურად ეხა იმ ტკივილს მამაო რომ არა მათი კავშირით შენთან ვერ გადაიტან მამაო ისედაც თავის წასვლითაც მამაო იმ ძალას გაძლევენ და იმ მადლს გაძლევს უფალი რომ აი ამას დაიტევ და ამ ეს გაგაძლიერებს უფალი დედის გახსენება მამის გახსენება თავისთავად უდესი ნუგეშია პატრიარქი როცა ამბობდა რომ მშობლებს ხელზე ემთხვიეთ მე მშობლების სულადაგია გქონდეთ ეს სწორია და კარგია აი ხა დღევანდელ ტკივილით გავიხსენე ახლა ჩვენი ამ ყოფიერების ტრაგედია ამ დღევანდელ დღეს ბავშვები იზრდებიან მშობლების გარეშე ოჯახები არ არის ყოფილი წასულია დედა წლებია წასულია მამა წასულია აი აქ როგორ უნდა დადგეს ეს სიყვარულის განცდა ძალიან რთულია ახლა თუმცა მამის და შეხება არ ქონია ად დედის სუნი გახსოვს ად დედის ხმა გახსოვს ეს ძალიან ძნელია კიდევ ამ ადამიანს ემოციური და მას თუ ემოციურად არ ჭირდება ეს ემოციური დატვირთვები ჭირდება რომ შექმნას შინაგანი გული ცენტრში მიიღოს აი ეს არის პრობლემა მე ეს დედა სამშობლოს უკავშირდება მამა სამშობლოს უკავშირდება ბებია და ბაბუა სამშობლოს უკავშირდება ეს უწყვეტი ჯაჭი უნდა იყოს და ჩანდეს ურთიერთობაში და ეხლა ეს როცა აღარ არის მე ცივდება ჩვენი შვილიშვილების გულები ცივდება აღარ აქვს ისეთი ცოცხალი დამოკიდებული რა როცა ჩვენ ვამბობთ შეიყვარე სამშობლო არა შეიყვარე დედა შეიყვარე მშობლები შენი ხოში დაბადებიდან ბოლომდე დედას ხო გახსოვდე შენ დედა რაღაცა ურთიერთობები ყოველდღიური ურთიერთობები ეხლა უსაგნო საგანე შეიყვანე ძალიან რთულია სამშობლოს თუ რამე არაფერი გაგონებს ხო ეგ მე მგონია მილევადია შეიძლება შენ მოუყვე შვილს რა ესეთი აი ფერიდანი ქართველი მაგონება უმრავლესობა არ ყოფილა მაგრამ ესე მშობლებისგან როგორი ტკივილიანი სიყვარულია გადაცემული და რებს არ იგონებდნენ რომ ესეთი რაღაცები და ეხლა რაც ეხლა მე დღეს მშობლები შეიძლება აქ არიან მაგრამ ისიც არ არის სწორი მე მესმის სამსახური ქალების და ძალიან დატვირთულია და მაგრამ იქ დღის ძიძა კარგი გავიგე სამსახურში მაგრამ ღამის ძიძაც იქ არის ფაქტობრივად არ გიწევ შენ შვილთან შეტანა ისევე შენი შვილის გამო რა ისე სხვადასხვა ხო რომ არა გასაგებია მესმის მე მომისმენია კიდევაც დავშოთ რომ ჩემი არ მუშაობა ფუფუნებაა ადამიანის უკვე უნდა იმუშაოს იმიტომ რომ დღეს ერთი კაცი კი არა ორი მშობელი მუშაობდა ვერ აჩენს ოჯახს ხო არ არის ამდენი სხვადასხვა ეს მოვლენა ახალი არა ევროპაში ესეთია ადოთ ერთი კაცი მუშაობდა და ოჯახს არჩენდა ეხლა ორი ვერ მუშაობა მე სტუდენტებიც მუშაობენ და აი ესეთი ფორმა აი ეკონომიკა როგორ შეიცვალა ნახეთ აი ითხოვ და ეს სხვადასხვა ეს არის ეს სატანური მოვლენა როცა აი მაშინ ბიბლიაში ვერათქმაში როგორ არის ნახეთ ესო უნდა გავიდეთ ვილოცოთო და მაგათ ლოცვის დრო ქონია და დაუმატეთო მაგათო სამუშაო მაშინ დაუმატეთ და ხო აი როგორ ლოცვის ოღონდ არის ლოცვა და სამსახურს მოგცემს რამდენი წინ და როგორიც წინ მამაო თუ შეიძლება ერთი კითხვა მაქვს სხვათა შორის აი ეხა თქვენ რასაც ამბობთ მამაო აი მაგალითად შობლის გარეშე გაზრდილი ადამიანი ბევრად უფრო აფასებს შობელს ვიდრე მშობელი რო თან გადაყოლილი აი შის შემთხვევაში მამაო ეგეთი ადამიანები უფრო წარუმატებლები არიან ვისაც ზურგი ყავს მაგარი რასთან ეს არის ადამიანური კითხვა იმიტომ აი ძალიან ბევრი არის თან სიყვარულსაც მეცაძლევენ იმშ აი ჩემ მეგობარი იყო როგორ მახსოვს ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი და დედამისი სადღეგრძელოს მაგიდაზე ადიოდა და ისე სვავდა ეხა მე რო ბავშვთა სახლში გავიზარდე დედა ჩემს სიტყვაზე ხო ნუ საერთოდ ხსენება არ მექნებოდა მის სიტყვაზე რა და
აი თუ შეიძლება მამაო და ვისაც თან ყვებიან მამაო იმათ აი სიტყვაზე ვისაც თან ყვებოდნენ მშობელი ის ადამიანები შეიძლება ისე ჩაევლო ყველაფერს რომ მშობელი არც გახსენებოდა კაირადენ უმირეკავ მე დარეკე არ მცალია სიტყვაზე აი ეს მომენტი მამაო რასთან გვაქვს აქ საქმე აი ადამიანო აი ხაი უცხოეთში რო არის მაგალითად მშობელი მამაო იმას უფრო მეტად რაღაცნაირად აფასები ხო რომ ჩამოდის სხვა ისა იმიტომ რომ გენატრება რაღაცა აი ამ შემთხვევაში აი რა დაფასებასთან გვაქვს შენ მოვლის ერთი მომენტი განეხილე შენ ახლა ცხად მე ერთი რაღაც გამახსენე და ადრე წავიკითხე ესე იგი ერთ ოჯახში ორი შვილია რა ერთი პროფესორი გამოვიდა მეორე დამნაშავე და კრიმინალი გამოვიდა და ეკითხებიან რატო გამოხედიო შენო ეს რა ქვია წესიერი კაცი და პროფესორი ნუ მამა მშობლები სვავდნენო იჩხუბობდნენო იყო აყალმაყარი რაღაცა და მე შევიძულეო და აი აქეთკენ წავედიო და მეორე სახე შეტო გამოხედიო და ჩემი მშობლები ჩხუბობდნენო სავდნენ რაღაცა მეც ვიტო გამოვედიო ხედა ერთ საწყის წერტილიდან ერთი იქით წავიდა მეორე აქით წავიდა ნახეთ აქ ადამიანზეა თქვენ უკვე ადამიანი ფაქტორი შემოდის ადამიანი ფსიქოტიპაჟი როგორია რა ეხლა რო შეიძლება გადაყოლილი მე თუ მკითხავ ეს სიტყვა კარგად გამოხატავს იმ ცუდს რაც ამ გადაყოლას მოსდეს მე ბავშვები უნაჩვევები არ აქვს იმიტომ რომ აბსოლუტურად მშობლები წყვეტენ მათსგან და დაძლებენ უკან იმდას ერთი ჩემი ქალბატონი მოვიდა მონება ჩემი ბიჭი უნდა მოგიყვანო და ველოდებით პატარა მე 35 კაცი იყო ხო გაჩაგდებული მოიყვანა ეს მოიყვანა ხო ძალიან ესეთი განათლებული ადამიანი ჩოლოდ მაგრამ აი ეს დედის გარაშე ზედმეტი და დაფუფინება არ არის როგორ თავისუფლება უნდა მიცეთ დამოუკიდებლობა უნდა მივიცეთ უბრალოდ ვასწავლოთ უნარჩვევები უნდა შევძინოთ ზედმეტი აპეკუნობა ადამიანში ინიციატივებს ახშობს კლავს უნარებს უზღუდავს გაუშა რა უშავს რა წაიქცევა იქ რაღაცები ესია ამიტომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ხომ როცა ესეთი ფლობელობის ხო ეს ოჯახი როცა ესეთი უზრუნველყოფილია სრულად და მithumet როცა ერთი ბავშვია განსაკუთრებულად გამოიხატება ხოლმე აქ ყველაფერი ეხლა რაც შეეხება მე ეს ორივე მაგალითი მინახავს როცა ეხლა არ ხერხულია რა დედა წასულ დედას მხოლოდ იმიტომ უნდა იქ რომ იქ მუშაოს რომ იმიტომ შემოსავალი მოუტანოს აქ იმიტომ რომ არ სხვანაირად ვეღარც მოიაზრებს დედის ფუნქციას აქ არც ეს არის სწორი არ შეიძლება რაღაცა დონე წახვალ 2-5 წელი მე რომ დააბრუნდა უკან და უჯახს მოახმარო ყველაფერი ისინი შეეჩვიან მე ვიცი ნაწილი რომელიც ჩამოდიან აქ და ფუნქციას ვერ პოულობენ ისევ წასვლას ეკითხენ უნდათ არ და როგორ შეიძლება ადამიანის ფუნქცია დაკარგო არ ვიცი ახლა შვილები იყვნენ შვილიშვილები იქნებიან ეს ოჯახის იდეა უნდა შეედგეს ის მე უყურებ ახლა ეს ძალიან ადამიანი გახდა ეგოისტი რა მაგარი ხო აი სხვა მე ვიყო კარგად და ძალიან შევიწროვდა ეს სივრცე და სხვას ვეღარ იტევს. აღარ შეუულია დედაც და მშობლების დაიტიოს რაღაც. იმიტომ გამრავდა ეს აქვია მოხუცებოდა თავშესაფარები და სახლები და ახლა არ გეგონთ რომ ეს ქონებრივი სიდუხჭირის გამო არიან ეს არა. ზოგჯერ ბებია ბაბუებსაც არ უნდათ რომ შურიშენ ურთიერთობა ამობე რომ ხმაურია დაღლილია რაღაც ხო ახლა მამო თუ შეიძლება ხო კიდე ამასთან დაკავშირებით მინდა რომ აი ცხოველებთანაც ურთიერთობა როგორ მომრავლდა ხო იმიტომ რომ ადამიანს აი ბევრი არის რომ ფსიქოლოგებიც ამობენ ამას რომ ადამიანს გამგები ვერ ნახაო მამაო და ხშირ შემთხვევაში აი მაგალითად სხვა ქვეყნებში მინახია მართლა რომ აი ყველას ყავს რაღაცა ცხოველი აი ამ შემთხვევაში რაცთან გვაქვს მამაო აი აქ საქმე როცა ადამიანს აი ბევრი ხა გამოკითხვა იყო ამას წინა და ბევრი ადამიანზე მეტად ცხოველი მიგებს ვიღაცა დაჟე ერთი ამბობდა წარმოიდგინეთ ამასო ცხოველს ამ ძახსო რო ვაჭმევო ხო ის მთელი დღე მე დამსდესო და ერთგულიაო და ადამიანებო იმდენ მომიღალატესო ვისაც გადავყევიო თანო და იმაშვებოდიო ხო და იმიტომ აი რა სირჩეს მამაო აქ ადამიანი და რა ადამიანური მომენტი დევს იმაში როცა აი ამაზე ამახვილეს მამაო ერთი ის რომ ადამიანს შინაგანად აქვს ჩადებული ღვთისაგან რომ იზრუნოს სხვაზე ზრუნის და უყვარდეს ვიღაცა და უყვარდეს ვიღაცასაც ეს ორი მომენტია ახლა დღეს ქალაქში თულად არის უფრო სიტუაცია მაგხრივ სოფელში კიდე იმიტომ ჭიდების ოჯახის წევრები ერთმანეთზე სამუშაოები საერთო სამუშაოებია ის რაღაცები დღეს ახლა ქალაქი ისეთია რომ ადამიანი შეიძლება არ დაგჭირდეს წახვიდე მუშაობ მოხვიდე მოიხურე კარები შენთვის ცხოვრო და ნუ არა ხანდახან ისე თუ ახლა ოჯახის წევრები ბევრი არ რაღაცა მეგობარი გჭირდება ხო ახლა მეგობრობა თანამოაზრეობაა თუ ადამიანს ოჯახში მაგალითად 5-6 წევრია და თანამოაზრეობა არაფერში არ აქვს იმას ის ტელევიზორი აქვს ჩართული იქ ის ტელევიზორი და ამას ტელეფონი აქვს ჩართული ანუ
თანამოაზრეობა აღარაფერში აღარ არის. ეს ოჯახის აი გალავანს ანგრევს. შინაგან იდეას არ გვაქვს. ხო, მოდიან უფროსები და ტელევიზორშია დაუშვათ რაღაცა ეს რაღაც აი პოლიტიკურ საკითხები საათობით ატარებენ იქა და ერთხელ თავს ბავშვებიც ახლა უყურებენ ამას ყველაფერს ისწავლეთ ტელეფონი თავის ტელეფონი აიღო. ნუ მეუღლემ უყურა ამას და ნუ ვერაფერი გააგონა ამ კაცს რომელიც ტელევიზორთან არის მიჯაჭულია და თან როგორ ნახეთ როგორია წეგარო თქვი ფარაონის ამბავი. ისეთი იმას აძლევს სულ აზრს რომ შენ ახლა ახლა ზიხარ უყურებ 10 ჯერ ერთი დეგი ინფორმაციას და ამას შენ ემოციებს გამოხატავ ვიღაცას ლანძღამ მთავრობა იქნება და ოპოზიცია იქნება შენ გონი არ ჩართული ხარ და შენ დიდ საქმეს აკეთებ არ და შენი ოჯახი გაგექცა ხელიდან უკვე მეგობრული კავშირი დაიკარგე ამ შემთხვევაში როგორი ახსოვს ახლა ბავშვს მამა როგორი მუდმივად ტელევიზორთან მიჯაჭული, გაბრაზებული, გაღიზიანებული, გაჩუნდით, რაღაცა არ მესმის ამ ტელეფონს აუწევს რაღაც. აი ეს ადამიანებმა უნდა შექმნა მიკროსაზოგადოება. ეს აუცილებელია, უნდა ერთად რაღაცა მონახონ საერთო საქმიანობა. ხა სადილები აღარ გამოვიდა ერთმა, იმიტომ რომ ის ადრე ამტარებს, ის გვიან ამტარებს. არ და ჩემ დროს კიდე ოჯახში ერთი საერთო ვახშამი ქონდა რა. ერთად ვიკრიბებოდით ყველანი ხოლმე. ეხლა ეს აღარ არის ფაქტიურად, აღარ არის. უხიად, ბევრ ოჯახებს სადილების აღარ კეთდება, იმიტომ რომ ეს გამოძახებებით არის და არავის არ აქვს ამ სადილებს. აკეთებს დროის იმას და ასე შემდეგ. ეს ფაქტია, ახლა ჩვენ მევლაპარაკო, მაგრამ ამ რაღაც უნდა მოხდეს გაკეთეს ის რომელიც აი ამ ტკინულ პროცესს ოჯახებში შინაგანი კავშირების ზღობებისა რომ მოემსახურება და არ იქნება ესეთი ტრაგიკული ფორმის ეს ყველაფერი თუ ოჯახებში გაცივდა ყველაფერი მაშინ საზოგადოებაც კარგავს ამას გადაიქცევა პროფესიულ რაღაც ანკლავებად იქ ის ჯარია ის ციხეა იქ მუშაობს ეს ადამიანი აქ მუშაობს არანი კავშირს აღარ გუნდება ერთმანეთთან რომ და ერთი დიდი ერი ამას წარმოადგენს სწორედ დიდ საზოგადოების ერთობას ერთ ინტერესით ერთი ყველაფერი და განცდებით საფრთხეებისა და ასე შემდეგ. დღეს არ არის ეს საფრთხეების განცდაც არ არის ერთობლივი ენული განცდა. უნდა ძალიან მაღალი იყოს ძალიან. ეს კიდე რომ ამ საერთო ფონს ქმნის ეკლესია და სარწმუნოება. ეხლა ვიღაცა შეიძლება სხვა იდეოლოგია ქონდეს, ვიღაცა სხვა იდეოლოგია, მაგრამ ეკლესია კრავს ამას როგორც ერთ-ერთად აქცევს. თუ შეიძლება მამო ერთი კითხვა მოხს კიდე დღევანდელი მორწმუნე საზოგადოება. აი ეს 90%-მდე მონათლული ადამიანი და რა დონეზეა და რა თამასაზეს დებს დღეს ეს მორწმუნე ადამიანი დღეს ვინც ხდებათ თქვენ აი დღევანდელი მორწმუნე როგორი მოსაწონი არის მამა ღმერთისათვის და ზეცისათვის აი მაგალითად აი დღევანდელი მორწმუნე რომ მოკვდეს ცხონდება მაგალითად ანუ ცხონება ხო ღმერთის ხელშია მაგრამ ანუ რამდენად იქნება მოსაწონი ის რომ აი სიტყვაზე ალბათ თუ შეიძლება რომ აი პატრიარქებმა ვისწავლე კატეგორიული არ ვიქნები არაფერში ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, ახლა არ მე ვიტყვი, მოდი ვთქვა ახლა. მაშინ რა მოგწონდა რა არ მოგწონდა, ბოლოს 3 წუთია და სულად არ ვიტყვი. მე ასე ვთქვა, ხო. მოდი მოვთქვით ახლა თვალი რასაც ხედავ და ყურიასაც იცის. როცა საზოგადოებაში, აი, მე ხა უყურებ ამ ჩემ სახეცვლილებას, ტრანსფორმირებას. ქალები მთლიან გადავიდნენ შაროლებზე. მათ შორის მოხუცებულები, ბებიები, უფრო ხშირად ხედავ ამას ბებიები, ვიდრე ახალგაზრდა გოგონები. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ არასწორად რაღაც გავიგეთ. რაღაც არასწორი აქცენტი გავაკეთეთ. არასწორად ვიქცევით უკვე. მათ შორის მამაკაცებიც, ეხლა მე არ ვიცი, ეხლა არ შეიძლება რომ მაგალითად თუ შენ ქალს რამეს უწუნებ, მე სიშიშვლეს, ასევე მამაკაცი იყოს დაუშვათ იგივე სიშიშვლით. იმ დროს ტელევიზორში ვნახე ვიღაცა ტელეფონში ვნახე, ესე იგი წმინდა გიორგის ჯაჭვი ქონდა შემოვლებული და შორტი და მაისური, მოკლე შორტით ქონდა გადებული ეს ჯაჭვი. კაცო და იმ გარეშემო დადიოდა. არ ვიცი ხლა ეს როგორი მოკრძალება ახს. თუ მოკრძალება არ არის, სად არის წმენა აბა? წმენა შიში გამოიხედა პირველ რიგში, ხო? შიშია წმენა. მერე უკვე შეიძლება შენ სულიერებაში იზრდებოდე და სიყვარულში გადავიდეს ეს ყველაფერი ეს. მაგრამ თუ არა გაქვს შიში, ხა ეს შიშის გამოხატულება არ იყო. დედაკაცები, რომელიც ქალბატონები, რომელიც არაშესაბამი ეს გამოხატავს მათ შინაგან მდგომარეობას. იციან, მე იციან, აბა მაჩვენე საწერია ესა. მე მეუბნება რომ ჩემო მოძღვარო მითხრა იქ არსად არ წერია. ეხლა ხო აი ესეთი რაღაცები მე აი ეს ყველაფერი შემოვიდა ეხლა. აი ვიზუალურ მხარეს აი ამით შემიდა შევაფასო. ეხლა მეტყველება ზოგადად.
ჯერ ხო ქართული მეტყველება რაღაცა არ ვიცი ზმნაები ზნები დაამაყინჯეს სინტაქსი საერთოდ არ ვიცი რა ფორმით ყალიბდება ეს წინადადებები მე არ ვიცი როგორ არის აღარ ვიძახი უამრავ საგანგებოდ შემოტანეს სიტყვებს რომელიც ჩვენ მისი ძალიან კარგი ეკვივალენტები გვაქვს და არ ხმარობენ ანუ ენის დამახინჯებაა ხო ენა რომელზეც შენი სახარება დაიწერა ენას რომელიც არ ვიცი მეტყველებდა შენი უამრავი წმინდანები და შენთან რო ჩამოვა დედაღვთისმშობელი თუ ახსეთი მოგცა უფალმა ან წმინდანი რომელიმე ნებისმიერი სხვა შენ ენაზე უნდა დაგელაპარაკოს ეხლა ამან აღარ ვიძახი საკუთარი დილის სიტყვაობაზე გინებას ან თუნდაც სხვისი ხო ეს აი ხედავ ჩვენი მდგომარეობა როგორია ვიზუალური ფორმით როგორ ჩანს ხო ნიშნავს იმას რომ ძალიან ცუდა თუ შენ გარეგანი ფორმა არ მოაწესრიგე შინაგანს ვერ მოაწესრიგებ აუცილებლად გარეგანი მოწესრიგდეს და მე შინაგანს ვილაპარაკოთ და უფრო სულიერი კაცი გეყოლება შენ იმას აი შემდეგში მამაო აუცილებლად მაშინ ამ თემაზე ვილაპარაკოთ რომ მომბრძანდებით როცა გეცლებათ აუცილებლად მამაო აქვე შევფიქრდით რომ ერთ თვეში მოხვალთ სიხარული ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ თქვენ ოჯახს მოვიკითხავ განსაკუთრებით მამაო ბედნიერება სიხარულს გისურვებ და რა ბედნიერებაა რომ თქვენ არის ადამიანი ყავთ იმიტომ რომ ამდენი რაღაცა აი ამ ხელა ცოდნა რომ შეგიძლიათ რომ ესე გაუზიაროთ და ბედნიერებას გისურვებთ მამაო ყველა მადლობა ჩემს ძმეს ვინც გვისმენენ დღეს სიყვარული სიმპათიი დიდი საოცარი მამაო მე ნათვის მოვდივარ სიმართლე გითხრათ ვიცი აბა ტელევიზია ჩემი არა მამაო მე რო დამჭიდეს მე მოვიდოდი თქვენ მარტო მე რო დამჭიდეს ხო რა დიდი მადლობა მამაო უღრმესი მადლობა რომ მოდიხართ ესე და გვახარებთ მამაო და იმ ადამიანებსაც ახარებ დიდი მადლობა დღეს ადამიანში მყდა ქუჩაში მამაო აი ერთ პატარა რაღაცას რა შეუძლია გოგონა იყო ახალგაზრდა გოგონა იყო შვილები ყავდა მოყვანილი რაღაცას დარბაში და უბრალოდ აი იმდენად რაღაცნაირად უყურებია რაღაც გადაცემის მოწონებია და იმხელა სტიმული მომცა მამაო რომ აი გეფცებთ ყველაფერს ალბათ აი იმ დღეს რა უნდა ეჩუქებინათ ისეთი რომ მე გამხარებოდა ეგრე რა და მადლობა აი ამისთვის გავთავაზე ამიტომ მოძღვარ თორსა თქვენ იქადაგეს მოძღვარი ამბიონი და რო ჯვარზე მთხოვაზე რომ მიყავთ მადლობა უთხარით მას ეს მისთვის სტიმულია და ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ნრევლს ვეუბნები ხო ძალიან მნიშვნელოვანია უნდა უთხრას რომ კაი იქადაგება არ უნდა კარგი არა მადლობა მამაო და წავიდეს კარგი არა მე შეკებათ ხანდახან ზუდია არ უნდა მადლობა და მადლობელი იყავი თუნდაც გულში ატარეს მადლიერება რომ შენ დღეს იყავი და ქრისტეს მოძღვარი დაინახე ქრისტეს სახით აუ ძალიან დიდი მადლობა მართას ამბობთ მამაო დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც აი მართლა ისეთ მანუგეშეთ რომ რა ვიცი და მანუგეშებთ ხოლმე და უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენ ეკლესიას რომ ესეთი მაგარი ხალხი ხართ რა მართლა აი კეც ვიხრი იმის წინაშე რომ აი მორწმუნე ადამიანები რომ ხართ ესეთი მაგარი საერთოდ არ არსებობს და დიდი მადლობა რა იმიტომ რომ მორწმუნეობა არის პასუხისგებლობა და სხვისი პატივისცემა და მადლობა აი ამ დაფასებისათვის ბედნიერებას გისურვებ და წარმატებებს მე გახდით გიორგი დარასელია აუცილებლად კვირას იქნება განმეორებით ეს გადაცემა მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩვენი სტუმარი ჯარს აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვიკითხავ და დიახ და სამშაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 8:00-ს საინტერესო სტუმართან ერთად კარგად ზანდებოდეთ დროებით